ეს ტრანზაქცია, რომელზეც აქ არის საუბარი, პირდაპირ ადასტურებს იმ ხაზს, რომელსაც დიდი ხანია მივყვებით, სრული იზოლაციონიზმი, პირადი იზოლაციონიზმი. ივანიშვილი ფაქტიურად ჰერმეტულად იკეტება საქართველოში მთელი მისი ქონება, ნახატები და ეხლა აი უკანასკნელი ქონება, რაც ჰქონდა დარეგისტრირებული ბრიტანული იურისდიქციის ქვეშ მყოფ ოფშორულ ზონებში, ესეც ყველაფერი წამოიღო საქართველოში. ეს ადასტურებს იმას, რომ მაღალი რისკია და მას თვითონ ძალიან ეშინია ბრიტანული სანქციები, შესაბამისად იქიდან ქონებას ანთავისუფლებს ერთი და მეორე, აი ეს კანონი, რომელიც მიიღეს თავის დროზე რუსულ კანონთან ერთად, ეს კანონი მოქმედებაში მოქმედებს მხოლოდ ივანიშვილზე. აქ იმასაც არ ელაპარაკი, რუსმა ოლიგარქმა გამოყოს. პირადად ივანიშვილის კანონი არის. საქართველოს კანონებს მიიღეთ, რომელიც მორგებულია ბატონ ბიძინაზე და მის ოჯახზე და აი აგერ პირდაპირ უპროცენტოდ ისე რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტა ნულოვანი სარგებელი ნახა, ამხელა ქონება შემოიტანეს საქართველოში და აქ დაარეგისტრირა და ნუ იმედი აქვს რომ ეს საკუთარ ბოსტონად აქ გადაკეტილი ეს ქვეყანა და ამ ბოსტონში რასაც უნდა იმას გააკეთებს. ეროვნულ საცავში ოქროს შეინახავს, ნახატებს რაღაცა კიდე იმას ჯურღმულს გამოუთხრის და იქ შეინახავს და ეხლა უკვე აი მთელ ამ ქონებასაც საქართველოში დადებს ისე რომ ხო ვინმეს ესმოს რომ ეს შემოტანა აღნიშნავს რაიმე სიკეთეს ან ქართული სახელმწიფოსთვის ან ვინმესთვის გარდა პირადად ივანიშვილის ეს არის ჩვეულებრივი რაღაც ტრანზაქცია, სადაც არავინ არაფერს არ სარგებელს არ ნახულობს გარდა ბატონ ბიძინას.